მოკლედ გერმანიის პოლიციის ინფორმაციით დღეს მათით დავიწყოთ ამ სამართალდამცავებით. გერმანიასა და შვეიცარიაში ყალბი ნახატებით მოვაჭრე დაჯგუფება გაშიფრეს, რომელიც ცნობილი მხატვრების, მათ შორის პიკასოს, რემბრანდტის ნახატების სანაცვლოდ მილიონებს ითხოვდა. პოლიციამ სამხრეთ დასავლეთ გერმანიაში 77 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ორგანიზებული თაღლითობის ბრალდებით განაჩენის გამოტანას ელოდება. მე მგონი მათზე ფილმსაც გადაიღებენ. 15 ოქტომბერს პოლიციის რეიდები განხორციელდა გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც დამნაშავეების საცხოვრებლებიდან დოკუმენტაცია, მობილურები და არაერთი ყალბი ნახატი ამოიღეს. პოლიციას პირველად თაღლითური ბანდის არსებობის შესახებ ბეჭვი მოკლედ მაშინ გაუჩნდა, როდესაც მთავარმა ბრალდებულმა პიკასოს ორი ორიგინალი ნახატის გაყიდვა სცადა და ნახატებიდან ერთ-ერთი დორა მაარის პორტრეტი იყო. დორა მაარი, პიკასოს ერთ-ერთი მუზის პორტრეტები საკმაოდ მოთხოვნადი და ძვირად ღირებული სერია პაბლო პიკასოს შემოქმედებიდან. მისი ნამდვილი პორტრეტი პარიზში, სხვა შორის რამდენიმე დღის წინ 32 მილიონ ევროდ გაიყიდა, ეს დოლარში 27-38 მილიონი დოლარია. რაც შეეხება თაღლითებს, აქ საუბარი 120 მილიონ შვეიცარიულ ფრანგზე, რომელიც ითხოვდა ეს თაღლითი აი რემბრანდტის 1662 წლით დათარიღებული ნახატისთვის სტაილმეისტერში, რომელიც 1885 წლიდან რეიქსმუზეუმშია, ამსტერდამში მდებარე ხელოვნების ისტორიის და ეროვნულ მუზეუმში არის გამოფენილი. რემბრანდტის ყალბი ნახატი, რომელიც სავარაუდოდ გასულ საუკუნეში შეიქმნა, 84 წლის შვეიცარიულ ქალბატონთან ერთად იქნა აღმოჩენილი და მის კავშირს ნახატებით მოვაჭრე დაჯგუფებასთან პოლიცია დღემდე იკვლევს. გერმანიის პოლიციის განცხადებითვე დაჯგუფება მინიმუმ 19 ყალბი ნახატის გაყიდვას ცდილობდა და მათ შორის პეტერ პაულ რუბენსის, ანტონის ვან დაიკის, ჟუან მიროს, ამადეო მოდილიანის და ფრიდა კალოს ყალბი ნამუშევრების რაუმუშავიათ, რომელთა სანაცვლოდაც 400.000-დან 14 მილიონ ევრომდე გამომუშავებას გეგმავდნენ და პოლიციის ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს და ნახატებს ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს. ჯერ უცნობია, რამდენი ყალბი ნახატის გაყიდვა მოახერხეს თაღლითებმა, მაგრამ საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ არ ვიცი, ახლა მოსაბრუნებელი საქართველოშიც ხომ არ შეიქმნება ვინმე. გამორიცხული არაფერი არ არის იმ ფონზე, რომ საქართველოში უყვართ, აფასებენ და არიან საკმაოდ მინდა გითხრათ შეძლებული კოლექციონერებიც. და ამ ბოლო პერიოდში მათ რიგებს ემატებიან ბოლო წლების მოძლიერებული ბიზნესმენებიც. მოკლედ ასე. რეალობა კი ამ სიტუაციაში მეგობრებო გვაქვს ესეთი. ცოტა ხანის სიყალბეს და აი ამ რაღაცა რეპლიკებში ამ შემთხვევაში ვიგულისხმენ რეპლიკაციები ორიგინალების. რეპლიკებს რომ თავი დავანებოთ 80 წლის განმავლობაში დაკარგულად მიჩნეული პიკასოს ნახატი, დორა მაარის პორტრეტი პარიზში აუქციონზე მართლაც რამდენიმე დღის წინ 32 მილიონ ევროდ გაიყიდა. ეს არის დაზუსტებული აი ეს ბოლო კურსით 17 მილიონ 200.000 დოლარი და ნახატი, რომელიც საჯაროდ 1944 წლის შემდეგ, აი უბრალოდ არსად გამოჩენილა, შეძენის მომენტიდან ინახებოდა კერძო კოლექციაში. და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პიკასოს სტუდიაში გადაღებული აი შავთეთრი სურათის წყალობით იყო ცნობილი. აუქციონზე მიღებული შედეგით ნახატი აუქციონზე გაყიდული მეორე ყველაზე ძვირად ღირებული დორა მაარის პორტრეტი გახდა, ხოლო მიმდინარე წელს პარიზში აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ფერწერული ნამუშევარი აგნეს სევესტ ბარბის პიკასოს ექსპერტზე არის საუბარი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ექსპერტი არის პიკასოს ნახატების მიმართულებით. აღნიშნული ნამუშევარი არის იდეალურად შენახული ლაქა და საერთოდ არანაირი ლაქით არ არის დაფარული. რაც საშუალებას იძლევა მთელი ფერთა გამა სრული ქრომატული ვარიაციით დავინახოთ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ დორა მაარის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პორტრეტი გასულ თვეში სააუქციონო რეკორდით მოიხსნა ოღონდ აზიაში უკვე. თქვენ თვალწინ არის ის დღემდე ყველაზე ძვირად ღირებული ის მხოლოდ დღემდე უკაცრავად ყველაზე ძვირად ღირებული პორტრეტი მაინც 2006 წელს სოტბის აუქციონზე 95 მილიონ დოლარად გაყიდული ტილოა. საუბარია დოამარ აუშატ და ერთიც რაც ვახსენებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ პიკასოს ყველაზე ცნობილი ნახატი ამ სერიიდან, რომელიც დოამარს უკავშირდება, არის დორა
მაარი კატასთან ერთად, რომელიც მე პირადად ბიზნა ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციად მიმაჩნია მის კოლექციაში. შეგახსენებთ, რომ მის საკუთარ კოლექციაში ბატონმა ივანიშვილმა პაბლო პიკასოს 1951 წელს შესრულებული ეს ტილო, სადაც გამოსახულია ხის კამზებჯდომი დორა მაარი, ივანიშვილმა 2006 წელს სოტბის აუქციონზე 95 მილიონ 200,000 დოლარად შეიძინა. ხო, აი რაც შეეხება თავარს, ანუ ამ შემთხვევაში ვიზეც ვილაპარაკეთ ამდენი პიკასოს, აი ამ მუზას და დონა მაარს. მისი ნამდვილი სახელი არის ჰენრიეტ თეოდორა მარკოვიჩი. ხორვატიული წარმოშობის არის და გაიზარდა არგენტინაში. პარიზში ჩავიდა 1920 წელს. სადაც შეისწავლა ჯერ მხატვრობა და შემდეგ შეისწავლა ფოტოგრაფია. 1936 წელს პარიზულ კაფე დემაღოში პოლ ელუარმა მაარი გააცნო პაბლო პიკასოს, რომლის მეგობარი, მოდელი და მუზა გახდა ის მთელი 9 წლის განმავლობაში. მაარი ძალიან ბევრ ფოტოს უღებდა პაბლო პიკასოს, განსაკუთრებით გერნიკაზე მუშაობისას და მისი გავლენით ის მხატვრობას მიუბრუნდა. პიკასო ხშირად ქმნიდა ეს სევდიანი მაარის ნახატებს. მის ნამუშევრებში ის სამუდამოდ რჩებოდა რატომღაც მტირავ ქალად. თუმცა რატომ ეს ყველაფერი მოგვიანებით იხსნება 1955 წელს პიკასოსთან განშორების შემდეგ მაარმა გადაიტანა ძალიან მძიმე ფსიქიკური კრიზისი. ის სხვა შორის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა ცნობილ ექიმთან, ჟაკ ლაკანთან და მისი ნახატების გამოფენის შემდეგ 1957 წელია ეს უკვე, იგი მრავალი წლის განმავლობაში კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, იკეტებოდა საკუთარ ბინაში, წერდა ლექსებს, ნახატებს და თითქმის დავიწყებას მიეცა. ნუ ესეთია საკმაოდ ცევდიანი ისტორიის დასასრული, მიუხედავად იმისა, რომ იმედია ბედნიერი 9 წელიწადი გაატარა მხატვართან ერთად, რომელმაც როგორც გითხარით, შორსჭრეტელურად და სწორედ რაღაც ტირალა ქალის მსგავსება მიუძღვნა დონა მაარს. გაი ბატონო, რახან ქალებზე დავიწყეთ საუბარი 30 ოქტომბრის საქმიან დილაში და მე თუ მკითხავ, მხოლოდ დამშვენებდა საქმიან დილას, წელიწადში 365 დღე საქმიან ქალებზე და ზოგადად ქალების ისტორიაზე საუბარი, მოგიყვებით სიახლეს თანამედროვე მსოფლიოდან. ირლანდიამ ახალი პრეზიდენტი აირჩია, ის 67 წლის კეტრინ კონოლია, რომელიც მემარცხენე პოლიტიკური ხედვებით არის ცნობილი. გალვეიში დაბადებული კონოლი ფსიქოლოგი და იურისტია და ის მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა ადგილობრივ თვითმმართველობაში, იყო გალვეის მერი, 2016 წლიდან ირლანდიის პარლამენტის წევრია. კონოლი ძალიან ცნობილია ის სოციალური სამართლიანობის, ირლანდიის ნეიტრალიტეტის და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერით. იგი ხშირად აკრიტიკებს ნატოს და ევროკავშირის სამხედრო პოლიტიკას და აქტიურად გამოდის პალესტინის მხარდასაჭერად. ამასთან მას მიაჩნია, რომ ირლანდია გეოპოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალური უნდა იყოს და სამხედრო დახმარება არც ერთ სხვა ქვეყანას არ გაუწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის პრეზიდენტის როლი ძირითადად ძალიან სიმბოლურია ირლანდიის კონსტიტუციის მიხედვით და აღმასრულებელი ხელისუფლება ექსკლუზიურად ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის, ექსპერტები მაინც მიიჩნევენ, რომ კონოლის არჩევა ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს ერთგვარად შეცვლის და ის ამორჩევლის პრეფერენციების ცვლილებაზე და ამორჩევლების გემოვნების ცვლილებაზეც მიუთითებენ და მიანიშნებს. ამასობაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილი სახელმწიფოს იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი, ასევე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ დონალდ ტრამპთან გამართული დახურული შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს 2026 წლის ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის სპიკერმა კეროლინ ლევიტმა გაავრცელა და როგორც ლევიტი ამბობს, ტაკაიჩიმ ტრამპი მსოფლიოში მშვიდობის დამყარების კუთხით გადადგმული ნაბიჯებისთვის შეაქო დროის უმოკლეს მონაკვეთში, მოახერხეთ, რომ მსოფლიოში უფრო მეტი მშვიდობა დაგემყარებინათ, ვიდრე ვინმე სხვა შეძლებდა. ესეთი რამ უთხრა იაპონიის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას მემოპატიეთ და ერთიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ იშვიათი მეტალების შესახებ დადეს გარიგება. დოკუმენტს ორივე ქვეყნის ლიდერმა მოაწერა ხელი, ანუ დონალდ ტრამპმა და
სანაე ტაკაიჩიმ და როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია, გარიგება 14 პუნქტისგან შედგება და უპირველეს ყოვლისა ეს შეთანხმება იშვიათი მეტალების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, რესურსების გაცვლის გააქტიურებას და ერთმანეთის მიმართ ისეთი სავაჭრო პოლიტიკის გატარებას გულისხმობს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალებს მეტად ხელმისაწვდომს გახდის. მე ბევრი არაფერი გამიგია რა ტიპის მნიშვნელოვან მარაგებს ან კრიტიკულ წიაღისეულს ფლობდეს იაპონია. უბრალოდ კიდევ ერთი კომპონენტი მგონია ეს ყველაფერი გეოლოგიური რუკების განახლებისა, რაც ორივე ქვეყნის შემთხვევაში გულისხმობს არსებული მაღაროების შესაძლებლობების დაზუსტებას და საძიებო პროცესის დაწყებას ახალი საბადოების აღმოჩენისთვის. უბრალოდ აღსანიშნავია, რომ ტრამპმა მსგავსი ტიპის შეთანხმება გასულ კვირაში და მიმდინარე კვირაში მალაიზიასთან, ავსტრალიასთან გააფორმა იმ ფონზე, როცა ჩინეთი იშვიათი და ძვირფასი მეტალების საბადოების 65%-ის მფლობელია პლანეტაზე, ხოლო მათი გადამუშავების ინდუსტრიის 91%-ს აკონტროლებს. სრულად გასაგებია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა ამ ტიპის შეთანხმების დადება ახალ თუ ძველ თუ ახლო მოკავშირეებთან. იაპონია და მალაიზია საბადოების დიდ მარაგს ნამდვილად არ ფლობენ, თუმცა გარიგების დადება მათთან ტრამპს ერთგვარად ანტიჩინური ალიანსის შექმნის საშუალებას აძლევს, რომელიც დროთა განმავლობაში აზიური გიგანტისგან დისტანცირებულად გააგრძელებს შესაძლოა სხვადასხვა სავაჭრო თუ ეკონომიკურ ურთიერთობებს. აი ამ კუთხით ტრამპმა გარიგების დადება ჯერ ვერ მოახერხა სხვა შორის ვიეტნამთან და მინდა იცოდეთ, რომ ვიეტნამის სიდიდით პლანეტაზე არის მე-6 ყველაზე დიდი მარაგების მქონე სახელმწიფო, რომელიც ამერიკის ანტიჩინური პოლიტიკისთვის საბოლოო ჯამში საკვანძო მოთამაშე გახდებოდა. და ცნობისთვის ეს სამხრეთ-აზიური სახელმწიფო 3,5 მილიონი ტონა მეტალების საბადოს ფლობს. ასევე კიდევ ერთი ცნობისთვის კონტინენტ სახელმწიფო ავსტრალიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია და დადასტურებული ძვირფასი მეტალების მოცულობა, რომელიც გათვლილი არის დაახლოებით 6 მილიონ ტონაზე. სხვა შორის პრეზიდენტ ტრამპის იაპონიაში ყოფნისას მინიმუმ ერთი უხერხულობა, რაც უკვე ვიცით და შეიქმნა და გასაჭაროვდა, უკავშირდება შემდეგს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა Toyota-სგან 10 მილიარდი ინვესტიციის მოზიდვის შესახებ გააკეთა განცხადება. მან თქვა, რომ იაპონიის უმსხვილესი ავტომწარმოებლისგან დამატებით 10 მილიარდის ინვესტირების პირობა მიიღო და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ ბაზარზე შესვლიდან დღემდე Toyota ჯამურად 40 მილიარდის ინვესტიციები უკვე ისედაც განხორციელებული აქვს. უბრალოდ კომპანიაში განმარტავენ, რომ შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება საბაზრო მოთხოვნებზე და არაფერ სხვაზე. ხო და არ დააყოვნა ტრამპის ამ 10 მილიარდიანი დაანონსების განცხადების შემდეგ თავად Toyota-ს ოფიციალურმა რელიზმაც და Toyota-ს სათავო ოფისში ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას ეგრევე გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ კომპანიას ამერიკაში 10 მილიარდის ჩადების ან ინვესტირების დაპირება ტრამპისთვის არ მიუციაო. და როგორც იაპონიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში განმარტავენ, ამერიკაში არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, თუმცა დამატებით 10 მილიარდის ინვესტირება ჯერ არც კი განიხილებაო. სიტყვასიტყვითაც წაგიკითხავთ, Toyota ამერიკაში წარმოების და სამუშაო ადგილების გაზრდას აპირებს, თუმცა დამატებით 10 მილიარდის ინვესტირების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები სინამდვილეს არ შეესაბამება, განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა. ასეა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ბიზნესი ამ ქვეყნად მინიმუმ ისწრაფოდეს ისეთი რეპუტაციის და სიძლიერის ბრენდად ჩამოყალიბდნენ, როგორც Toyota, რომელსაც არ აწუხებს ამერიკის პრეზიდენტი ვინ იქნება და თავისუფლებას აძლევს ესეთი განცხადებების გააკეთოს. ამასობაში არ მინდა გამომჩეს და გიყვებით ისტორიული გარიგების შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შედგა. ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-ს და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანია OpenAI-ის შორის გარიგების შედეგად Microsoft-ის მფლობელობაში OpenAI-ის 27%-იანი წილი გადავიდა, რომელიც ამჟამად 135 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, სანაცვლოდ OpenAI მიიღებს იმის უფლებას, რომ საზოგადოებრივი სარგებლის მიღებაზე ორიენტირებულ კომპანიად გადაიქცეს. საუბარია PBC-ზე, ანუ მიიღოს მოგება
და თან იმუშაოს ისეთ პროექტებზე, რომელთა მიზანი საზოგადოების ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ინვესტორთათვის არაფინანსური სარგებლის დაგენერირებაა. რაც AGI-ს, ანუ ზოგადად ხელოვნურ ინტელექტს ნიშნავს, ამასთან ცნობილი გახდა, რომ მომდევნო წლებში OpenAI აიღებს ვალდებულებას, რომ Microsoft-ისგან 250 მილიარდის Azure Cloud-ის სერვისები შეიძინოს, რაც ChatGPT-ს გამოყვებას და გაძლიერებას მოხმარდება. გავრცელებული სიახლე ინვესტორებმა იმდენად პოზიტიურად მიიღეს, რომ Microsoft-ის შეფასება 3%-ით გაიზარდა, მან ახალ ისტორიულ რეკორდს 4 ტრილიონს მიაღწია. ამასთან მიმდინარე კვირას Microsoft-მა ფინანსური შედეგებიც უნდა გაასაჯაროოს, რომელთა მიმართებით ინვესტორებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ. რაც შეეხება თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას, გუშინ გვიანღამით ფედერალურმა რეზერვმა კიდევ მოუკლო რეფინანსირების განაკვეთს, ჩვენ უკვე 5 ტრილიონიანი კომპანიაც გვყავს Nvidia-s სახით, ამაზე ოდნავ მოგვიანებით. თითქმის კი არა და უკვე შესრულდა, მაგერ ხედავთ უკვე ეკრანზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა შატდაუნის რეჟიმში, ანუ დახურულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ის იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლები ბიუჯეტს ვერ ამტკიცებენ და საჯარო სექტორის ნაწილის მუშაობა არის დროებით გაჩერებული. ცხადია, მთავრობის შატდაუნი ქვეყნის ეკონომიკას ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი უჯდება და ის შეერთებული შტატების საერთაშორისო იმიჯზეც ნეგატიურად აისახება, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ბირჟებზე, რომლებმაც გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს. რაც შეეხება შატდაუნს, ხაზინის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტის თქმით, შატდაუნი ყოველ კვირა შეერთებული შტატების ეკონომიკას მინიმუმ 15 მილიარდი დოლარი უჯდება. და თუ კი ასევე ამერიკელ დამოუკიდებელ ექსპერტებს დაუჯერებთ, რეალური დანაკარგის მოცულობა 30 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, რადგან ის ფედერალური მუშაკები, რომელთაც თითქმის მთელი თვის განმავლობაში ანაზღაურება არ ერიცხებათ, ხარჯებს დრამატულად ამცირებენ, სესხებს ვერ ფარავენ და ინვესტირებას წყვეტენ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე გაცილებით უფრო დიდ ზეწოლას ახდენს, ვიდრე ეს ერთი შეხვედრით ჩანს. ცხადია, თუ ეს კალკულაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ შეერთებული შტატების ეკონომიკური დანაკარგის მოცულობა შატდაუნიდან ვიდრე დღემდე სადღაც უკვე 150 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. ხალხშორის Microsoft-ის გარდა 4 ტრილიონიანი კომპანია, როგორც გითხარით, კიდევ ერთი კომპანია გახდა გუშინ საღამოს. ეს არის ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple, რომელიც მსოფლიოში მესამე კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 4 ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ცნობისთვის Apple-ის გარდა ელიტარულ კლუბში ამჟამად მხოლოდ Nvidia და Microsoft-ი არიან. Microsoft-ი, რომელიც რიგით მეორე იყო, 4 ტრილიონიანი კომპანია, სულ რაღაც გუშინ გახდა და როგორც ირკვევა, Apple-ის ახალ ნიშნულზე გადასვლა, სხვათაშორის iPhone-ის მე-17 სერიის ტელეფონების წარმატებულმა გაყიდვებმა განაპირობა, განსაკუთრებული ზრდა ამ კუთხით ჩინეთში ფიქსირდება, სადაც ამერიკულმა გიგანტმა სამხრეთკორეული Samsung-ი დაამარცხა და თხელი ტელეფონების ხაზში უკონკურენტო ლიდერად იქცა. მე მაინც შეგახსენებთ, რომ Samsung-მა საკუთარი Edge ხაზი სწორედ დაბალი გაყიდვების გამო შეაჩერა და აღსანიშნავია, რომ Apple-მა საკუთარი უახლესი ტელეფონების წარმატებით გაყიდვა არა მხოლოდ ჩინურ, არამედ ევროპულ უკაცრავად ამდენი ტრილიონის ლაპარაკის ეს გადამსდა. არამედ ევროპული და ამერიკულ ბაზრებზეც წარმატებით შეძლო, მოთხოვნად კი კვლავ დიდია. რაც შეეხება Nvidia-ს, რომელიც ესე სრულად სწორად და მოსწრებულად არის ჩვენს ეკრანზე წარმოჩენილი, ის უკვე 5 ტრილიონიანი კომპანიაა და არაჩვეულებრივ შედეგებს დებს. მოკლედ, რა გავლენა ქონდა Fed-ის გუშინდელ გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე და ასევე ტრილიონერთა კლუბში ესეთ მატებას Nvidia-ს, Apple-ის და Microsoft-ის მხრიდან, ამაზე მთელი დღის განმავლობაში მოგახსენებთ BMG-ის საშუალებით. მსოფლიო ეკონომიკა იქნება დღეს მნიშვნელოვანი თემა ჩვენ საქმიან არხზე.